Onda თუ არა თერჯოლის პოლიციაში ადგილი არასრულწლოვანთა მიმართ ძალის გამოყენება სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით პოლიციის განყოფილებაში მოზარდებს დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ, რისთვისაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოკლევას აკვირდება გაეროს ბავშვთა ფონდით, რომელიც შესაძლო ძალადობის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციებით მიმართავს. თერჯოლის პოლიცია ადგილი, სადაც სახალხო დამცველი სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე საუბრობს. ომბუდსმენის ინფორმაცია 13 და 14 წლის მოზარდების ჩვენებებს ეყრდნობა. მონაყოლის მიხედვით ბავშვები მთელი ღამის განმავლობაში თერჯოლის პოლიციაში ყავდათ დაკავებული და მათ ქურდობის აღიარებას ძალადობრივი მეთოდებით აიძულებდნენ. 8 საათის მანძილზე მათ ჩამორთმეული ჰქონდა ტელეფონები და არ მისცეს ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება. ლუგუმ აღნიშნა, რომ ის შეიყვანეს ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გახადეს ტანსაცმელი. აიძულებდნენ მაღაზიის ქურდობის ფაქტის აღიარებას. ასევე ეკითხებოდნენ, ვინ მოიხმარდა მათ სოფლებში ნარკოტიკულ საშუალებებს. ემუქრებოდნენ ციხეში ჩასმით, სადაც გააუპატიურებდნენ. სახალხო დამცველმა მიმართა მთავარ პროკურატურას, რომ ამ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ომბუდსმენმა მიიღო პასუხი, რომ საქმე პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი მუხლით აღიძრა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავება. უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება. მომხდარზე მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამაც დაიწყო, თუმცა უწყება ამბობს, რომ დანაშაული არ გამოიკვეთა. ყველა მასალა იქნა მოკვლეული, ძალადობის ან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი არ იქნა დადასტურებული, შესაბამისად ფაქტს უკვე რეაგირება აღარ მოჰყოლია. თერჯოლის პოლიციის ინციდენტს აკვირდება გაეროს ბავშვთა ფონდი. იუნისეფი შეშფოთებულია ომბუდსმენის ინფორმაციით და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს. იუნისეფი შეშფოთებულია პოლიციის განყოფილებაში ბავშვების შესაძლო ცემის გამო. ეს ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, რომელიც თქვენს ქვეყანაში გასულ წელს შეიქმნა. ამ კანონმდებლობის წარმატებისთვის საჭიროა იმ პოლიციელების თუ გამომძიებლების გადამზადება, რომლებიც სპეციალიზირებულნი იქნებიან დამნაშავე, მსხვერპლ თუ მოწმე ბავშვებთან ურთიერთობაში. იუნისეფის რეკომენდაცია ასევე არასრულწლოვნის წინასწარი დაკავების დროს 48 საათიდან 24 საათამდე შემცირებაა, რაც ორგანიზაციის თქმით მსგავსი ინციდენტების რისკებსაც შეამცირებდა.